მალარიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის აჭარის, გურიის, სამეგრელოს და ფოთის რეგიონებში მომუშავე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ. ღონისძიება ბათუმში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის ადგილობრივი მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გაიმართა. ამ კუთხით გაწეული საქმიანობისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს. ღონისძიების ფარგლებში სპეციალური სიგელებით და სამახსოვრო მედლებით დაჯილდოვდნენ რეგიონებში მომუშავე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. წარდგენილ იქნა ფილმიც, რომელშიც მალარიისგან თავისუფალი ტერიტორიის სერტიფიცირების პროცესია ასახული. აღნიშნული მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით, განსაკუთრებით ასევე ხაზგაუსვავდი იმას, რომ ეს ტურისტულ პოტენციალს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ერთი არის, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ეს სტატუსი, თუმცა ამავდროულად მნიშვნელოვანია ჩვენ შევძლოთ აღნიშნული სტატუსის შენარჩუნება, რისთვისაც ყოველწლიურად ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხებია გამოყოფილი და ძალიან დიდი შრომის გაწევა ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ. მადლობელი ვარ დღევანდელი დღის მიღებული სამადლობელი სიგელის, მიღებული ამ ჯილდოსი, ეს უკვე პასუხისმგებლობა ისევ გვიორმაგებს და არის ასევე მამოტივირებელი ჩვენთვის. ძალიან დიდი შრომა იქნა გაწეული, რომ ჩვენ აჭარაში პირველად მიგვეღწია ადგილობრივი მალარიის ლიკვიდაციის შემთხვევას. ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემ ხალხს, ჩემთან ერთად, რომლებიც შრომობდნენ